რაღაც მომწონს პერფორმანტე McLaren-ის სერვისი რა ესეთი მანქანები ყავდა და განახოთ სასწაული მანქანა 50SG Spider-ი ლამაზია ეს ლამაზი მანქანა არის დიდი ორკვირიანი ლოდინის შემდეგ გახარებული ადრიანებს რაწერა აფხუნავებ მოკლედ დღეს მიდივარ სერვის ცენტრში ჩემი მანქანისთვის ბორბალზე გუშინ წინ რაღაცა ქვასავით მოხდა რომ სწრაფად ავდივართ და წამოყევით და განახებთ როგორია McLaren-ის სერვის ცენტრის სერვისი შეცვალნელა ვივლი იმიტომ რომ გასახურებელი არის მანქანა და არ მინდა ეგრევე როგორ გითხრათ ჩაჭერა ყოველდღიურობისთვის ძალიან კომფორტული მანქანა არის ეს McLaren GT ნატარები მყავს Lamborghini Huracan მყავს ნატარები სხვა მანქანები სუპერკარები მაგრამ არც ესეთი კომფორტული არ ყოფილა. Даже Huracan-ში ვერც კი ვეტევი. სიმაღლეში ვარ მეტრო 91 ანუ 111 სმ და თავი მაქვს მიდებული ჭერზე Huracan-ში. აქ მაქვს კიდე რამოდენიმე სანტიმეტრი, რის გამოც შევაჩერე ჩემი არჩევანი McLaren-ზე. ატარებენ ხმე ამერიკაში. ნატოსო ფრთხილად უნდა იყო და უნდა უყურო სხვა მანქანებზე და ინვესტოს ხებზე ვიდრე შენ თავზე აქ. მოდი ხა. არ მინდა გლოდინეთ თელზე გავიაროთ და შევადაი. აი მოვიდით Lamborghini-ის ცენტრი, McLaren-ის ცენტრიც აგერა. სერვისი ნახტა. მოკლედ წაიყვა ეს ჩემი მანქანა სერვისი რომ გავუკეთონ პრობლემები ასე თქვათ. და მითხრა რომ ესე 5-6 საათში უკვე მზად იქნება მოდი უკან. და ამიტომ ტაქსით გამიშობენ სახში და მე ტაქსით გამიშობენ უკვე რომ მოვიყო მანქანა. ესეთი მანქანები ყავდა და განახოთ Lamborghini Urus-ი, Lamborghini Huracan-ი და გენახე რა Bugatti უყენიათ. სასწაული მანქანა. ეს თუ ინსპირაციაც არ მოგცემს, სხვა რა უნდა მოგცეს ინსპირაცია, აბა. ნახებოდა ამ ხოლმე სერვის ცენტრი ყავთ. რამდენი მანქანა უყენიათ. დაწყებული McLaren-ებით, Lamborghini Urus-ებით, Huracan-ებით. განახებთ ერთადერთი დიზაინის მანქანების ხოლმე. მე Legos მანქანა ყავთ. მაგის განახე ბავშვებისთვის რა მაგარი SVJ-ის სათამაშო ყავთ. ჩემოდნები ნახე ეს ყველი ჩემოდნები აქვთ Lamborghini-ის. ესეთი მოსაცდელი ოთახი აქვს. თავისი ყავითვე, ტელევიზორი და ეს ჩანთანახი. რაღაც მომწონს, რომელმაც მომწონს არის ეს პერფორმანტე, ალბათ ეს არის 2018 წლის ალბათ, მაგრამ ვერ ვეტევი მანქანაში, რამდენი ჩავჯექი, იმდენი თავი მივარტყი ჭერს, ნახე როგორი forged carbon fiber-ი აქვს. ხედავთ დეტალებს როგორ ლამაზი არის. ჩემი საყვარელი მანქანა ალბათ რომელიც შემდეგ იქნება, ეს იქნება Rolls-Royce Cullinan-ი, ლამაზი არის. არის Aston Martin-ი, Ferrari, Porsche, Lamborghini Urus Performante აგენახე რა ლამაზი არის. ეს ტიპის ლამაზი მანქანა არის. ერთ-ერთი ლამაზი მანქანა Lamborghini-ში დეტალებს შეხედე უბრალოდ. ლამაზი არის. მოკლედ ჩავჯექით ჩვენ Uber-ში და ნელა ფიქრობს ეს ტიპი. დაარტყა რაღაცას, მაგრამ ეგ არაფერი. მოკლედ ჩვენი მძღოლი აღმოჩნდა ჩინეთიდან, მაგრამ განახებდა ტარება არ იცის, ამიტომ ჩართო Tesla-ს ავტოპილოტი, ანუ full self-driving ჩართო. განახებთ, არ უნდა რომ ვატაროს და ეშინია. აი ხედავ, ჩართულია, კიდევ არც კიდევს ხელს. ელაპარაკება რაღაცებს, თუ გადაუთაროს, იმიტომ არ იცის ინგლისური წესურად და ვიღა ესა მეგის. ყოველდღიური რეალობა მინდა Uber-ში ჩაჯდე, სადაც ავწახდე, უმეტესობა ინგლისური არ იცის, რაც ძალიან ცუდი არის. დავეც საიტალაპარაკებას, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგო. მე და გავანებე თავი და ჩემთვის ზივარად ტელეფონზე რაღაცებს ვსკროლავ, ვეძებ, რომ რა პროდუქტული გავაკეთო დღეს. თავარია არ დანებდი არასდროს. ხვალ ერთი რაღაც არ გამოდივი და ეცადე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ და ჩაგეშალა, მაინც არ დაყავეთ ფარხმალი და ყოველთვის ეცადეთ, რომ მიაღწიოთ
თქვენს მიზნებს, დასახლო მიზნებს და ეს ჩვენს მოგცემთ რომ ყოველდღე ვიგებთ, იფიქრეთ იმაზე რომ გავაკეთო პოზიტიური და გავაკეთო ისეთი რამ დამეხმარება უკეთ ჩემი ცხოვრების გაუმჯობესებაში. მაგაზე დაიწყოს ცხოვრება ხო? ყველაფერი გამოგდამიჯერე. ბევრი ძახის რომ ყველაფერი იმ ბალზე გამართებაზე გამოგდებული. კი რაღაცა მომენტში მაგრამ თუ არ იმუშავა ვერც იგი იღბალი ვეგიშველის და ვერაფერი. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება რომ არ დაგეზავროთ შრომა და არ დაყავოთ პარხმარი. ყველაფერი გამოვა აუცილებლად. დიდი ორკვირიანი ელოდინის შემდეგ გახარებული აკრიანებს რაწერა ეს და აბღუნავებ. შეაფესავში მაინც უბრალოდ ორი კვირას სერვისში ვიყენა მანქანა, იმიტომ რომ სისტემას ქონდა რაღაცა არეული და დღეს მოვიყვანეს. იგეუნებიან ისაო რა კვირა. გაკეთდა, მაგრამ მაინც შეიძლება რომ გატესტა მანქანას სხვა არის რა. ხო ეხლა მე თუ არ შემოწეს სხვა ვინ შემოწეს ამ მანქანას ხო ხდები? ეს ხალხი ძალიან ახი შეხედა ტელეფონზე არის რა და ყველა ხან ხელა მანქანა ასწრებს კიდევაც და ეს ნახე ესე მიჩანჩალებს. და ეს არის ყველაზე სწრაფი ხაზი და მივდივართ 20-ით. ეს იყო take over. თქვენგან შეიძლება თქვას რომ მუდადიხარ სწრაფად მუდადიხარ და გეთახმებით. მაგაში რომ ანუ სწრაფად სიარული არ არის კარგი, მაგრამ ანუ ესეთი მანქანა როცა იყიდი ადამიანი ესეთ მანქანას. რატომ უნდა იარო სწრაფად? ანუ უნდა იარო ნელა, მაგრამ ანუ 1000-ში ერთხელ ჩვენ როგორც დავდივართ, ესე აი გეჩვენე სუპერკარი გაეძრო, აგერ Lamborghini Aventador. ეს არის ჩემი ოცნების მანქანა. შეაქ სათქმელი შენ საოცნებო მანქანაზე. Bugatti Veyron. ეს სხვა თემა არის საერთოდ. Bugatti Veyron-ს რო ვიყიდი, მივხვდები რომ დავხურე რაღაცა ცხოვრების ეტაპი. მე მგონი Bugatti-თ ხურავ მანქანების იმას რა. ჯეტზე მივდივართ. Bugatti-ს მე როგორც თქვი ჩემ ვიდეოში, ჯეტი გვინდა თქო აუცილებლად. Konkret, მე შემომ ბევრი ვიფიქრე და დავისახეთ მიზნად რომ ვიდეოს საკუთარი ჯეტი ვიხილოთ მომავალში. შეიძლება სადაც რომ შევდეს, მაგრამ ყოველთვის თავარი არის ადამიანისთვის რომ დაისახო დიდი მიზნები და ლიმიტაცია არ იცეს შენს თავს რა და ამიტომაც რამოდენიმე წელი აუცილებლად გვეხმარება ჯეტი ჩვენ. აი მე საქართველოში ვიმოგზაურებთ აქეთ-იქით, ჯეტი მართლა კაი იქნება. კალიფორნიიდან დავждებით, წამოწვევი და 13 საათში საქართველოში ჩამოვა. ფუნაკლები კი მათ 13 საათი არ მოია ჯერ მომადი ხანი რო იფრინოს. აგე ესეთი ხედები. ხედავთ აი ეს სახლები და ეს ალბათ დაახლოებით ერთი მინიმუმ 5 მილიონი ალბათ რამე შეიძლება არც მოგივიდეს სახლს, ზუსტად არც ვიცი რა. რა ეგ გვაძლევს мотивაციას რა ესე რო ხედავთ ან ერთი და ორი სახლი ხო არ მთელი დასახლება არის, ან მთელი სამეზობლო არის აქ რო აი ესეთი სახლებია და ეგ გვაძლევს мотивაციას ზოგადად რომ ვიცით რომ რამდენი ფულიც არის ამ ქვეყანაში. ზოგადად სოფლიოში და ხალხს შეუძლია ესეთი სახლები იყინონ. რითი? კეშით. მაგრამ იმასაც ვიტყოდი რომ არის სხვა სართულები ცხოვრებაში და ტრილიონერებად ძნელი არის და ბილიონერებად, მაგრამ მაგამდე ყველაფერი შესაძლებელი მგონია თუ მართლა იშრომებ და შენით არ დანებდები და ის რაცაც გააკეთებ, რაც გიხარია, რასაც ანუ მაგაზე ერთი თეიქი მაგ რაც გიხარიაზე. ხო, აბა მითხრა. აი უყურე ხა, კარგი არის ეგ ანუ მე ვფიქრობ ეგ რაც გიხარია მაგეთო ფული გააკეთო, ეგ არის მე მგონი იდეალური სცენარი. მაგრამ ხა შენ გონია ვიღაცა ტიპი ვინც რაღაცა ვოლტებს აკეთებს ან რაღაცა ტუალეტის ქაღალდის მწარმოებელი ან რაღაცა სიტყვაზე რა როგორ გითხრა აი ნებისმიერ აი ამ ტელეფონის кейსის მწარმოებელი ვინც არის. ხა გონია ეგენი მაგათ უყურს რასაც აკეთებენ? არა. მე მგონია უბრალოდ ფული სადაც არის. ანუ აკეთებენ იმას. ეგრეც არის კი ხა ანუ ხო ხდები რასაც გეუბნები. ან ფული რაშიც კეთდება, გიყვარს თუ არა, ანუ უნდა გააკეთო. იმიტომ რომ როცა აიღებ შენს reward-ი როგორ არის ქართულად? ნატალს. როცა აიღებ შენს ჯილდოს შენი ბიზნესიდან, ეს არის ფული და ფული რას გაძლევს? თავისუფლებას. ანუ არაზოს არ იყო ძალიან დაკავშირებული მატერიალურ რაღაცებთან, იმიტომ რომ მატერიალურ რაღაცები მოდის და მიდის ამ ცხოვრებაში. თავარი არის ის რომ კონდეს ბედნიერი ცხოვრება იმითი რომ იყო თავისუფალი და არ იყო როგორ თქვათ რა რაღაცა ერთ სამსახურს მიჯაჭვული. გამოდი ჩვენ საყვარელზე შეიშაკი რომელიც არის კრისტალ პულზე ესეთ ხედებზე და განახეთ ვეცა
ამ ადგილზე მოდივართ ხოლმე იმის მიზნით, რომ მიყვარს ამ ხედის ყურება, ეს თქო წყნარ ოკეანეზე გადახედვა. როდესაც ადამიანს ნეგატიური აზრები და ფიქრები ხანდახან ჯობია რომ აი ხომ განიტვირთოთ. თეთრ წყნარ ოკეანეზე უყურებთ ხოლმე, ხო? ძალიან გვეხმარება ეს განტვირთვაში და ყველაფერში. ესეთი მომია ჩვენი საჭმელის დამაუწყებლო შეებია. ბურგერია, კალიფორნიული ბურგერია, Fry Six.